ესე იგი, ჩვენ გვაქვს მოდელი Janome 724, 4-ძაფიანი overlock-ი, განკუთვნილი თხელი, საშუალო და წელვადი მასალებისათვის. თუ რამეს უხეშს კერავთ ან სქელს ამ მანქანაზე გირჩევთ რომ გაკეროთ თითო ფენა, ანუ დაამუშავოთ თითო ფენა და მერე უკვე შეკრათ სწორი გვირისთვის მანქანით. რაც შეეხება უშუალოდ ამ მანქანას. Აქ მანქანას აქ აქვს საშუალება ამ მექანიზმის დაჭერის და შემდეგ მოტრიალების მეშვეობით გავთიშოთ დანა, თუ არ გვჭირდება. ამავდროულად ახლავს სარეგულირებელი სიგანის გამაფართოებელი ნაწილიც ეხსნებათ იმისათვის რომ შეძლოთ უფრო ვიწრო ნაკერის შექმნათ. აქეთ ამ მხარეს აქვს დიფერენციალის მარეგულირებელი, ესე შეკერავს ტალღოვანად, ანუ გააკეთებს ზბორს, ესე შეკერავს უკეთესად წელვად მასალას. ესე არის სტანდარტული ნაკერი. ამის შემთხვევაში ამით რეგულირდება ნაბიჯი. ესე სქელი და უხეში მასალები, ესე თხელი ძალიან მასალები, ერი და ერთი არის ნამეტანი თხელი მასალები, როგორიც არის შიფონი, ატლასი და ასე შემდეგ. სამი არის სტანდარტი. ახლა გავვლით მაგის აგების პროცესს. ესე იგი, ესე იგება უშუალოდ overlock-ი. ძაფებიდან ამოდის ზემოთ კოჭებიდან, იქიდან ჩამოდივართ ამ მიმართველში. ამ ძაფს გავუყვებით პირველს. ეს ძაფი ჩამოდის ქვემოთ, მოდის აქ, სხვა შორის აგერ სქემაც არის. ყველა მწვანე წერტილი უნდა გავიაროთ ჩვენ. ესე ეს ძაფი მერე გადადის მარჯვენა მხარეს და ეყრება პირდაპირ აი აქეთკენ. ყველა ძაფი დასრულების შემდეგ მიდის თათის ქვეშ. შემდეგი ძაფი მოდის ეს არის მარჯვნიდან მეორე ძაფი. ყველაზე ადვილია საგები. ეს მოდის ამ კაუჭის უკან. ამაში და გადის გარეთ. არა. მერე მოდის ნემსების ძაფები, შეგვიძლია ეს ერთად გავუტაროთ. მოდივართ აქეთ. უბრალოდ აი აქ მოდის სხვადასხვა ნახრეთში. დანარჩენში მიდის მერე შემდეგ სხვადასხვა ნემსში. და ეგ არის მაგის აგება. თუ თქვენ ხელით დაატრიალეთ რამოდენიმეჯერ და შემდეგ მოგაჩეთ ძაფი და გამოდის ესეთი ნაკსოვი, ესე ყველაფერი კარგად არის. ავიღებთ ესე იგი ქსოვილს, მოვკეცავთ. თათის სასაწევი არის უკანა მხრიდან. აგერ არის. ხო, მაგრამ მანდ კიდევ უფრო ზემოთ სუოდნო ვადის. так. აუცილებლად სანამ დაიწყებთ კერვას, დააკვირდით იმას, რომ ხუფი ბოლომდე იყოს დაკეტილი. რამე არ ქონდეს მოყოლებული. ამავდროულად, აგერ ცოტა სქელ რამეს რო კერავთ, ნაბიჯი ახლა გავზარდოთ. კითხე? ამას რა დროს ვიყენებ? სიგანი ხო? ამას? არა, ეს ხო გითხარი, ამით კეთდება ზბორი და კეთდება წელვადი მასალის უკეთესად შეკერვა, იმიტომ თვითონ შეუძლია ესე გაწელოს და ესე დაზბოროს. სტანდარტზე აყნია ახლა. აგერ ესეთი რეზულტატი გამოგვივიდა ჩვენ. უკანა მხრიდანაც არის გადასარევი.
კი ბატონო. Просто ეს არის რომ აქ ცოტა უფრო ნელები არის საწარო მანქანასთან შედარებით. რომ დანარჩენში მშვენიერია. როგორც გითხარი, ესე იგი ჩვენ შეგვიძლია ამის დატრიალებით გავაკეთოთ უფრო ფართე ნაკერი. და გამოვიდა უფრო მაღალი, უფრო ფართე ნაკერი მაგ შემთხვევაში. ეს კორდონი როდის არის? იცი მაგას მოგჭერ? კორდონი არის იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გსურს ნამეტანი თხელი მასალის დამუშავება. ვთქვათ, არის საჭირო შიფონის ატლასის რამე მაგდაგვარის გაკეთება. ერთი წამით ალბათ თუ ნახერავი მაგდაგვარი გიჩვენეთ. ზოგ სხვა ოვერლოკს მოყვება 6 კუთხა ატვირგა. სახრახნის მარცხენა ვინტი უნდა მოუშვათ ამისთვის. მოვწიოთ. ვინტი აუცილებლად უნდა მოუჭიროთ, რომ არ დაიკარგოს. სასწაული მოჭერა საჭირო არ არის, უბრალოდ რომ არ დაიკარგოს პატარათი უჭერთ. იმისათვის რომ ძაფი არ ჩაიხვეს, ამ ძაფს ვაშორებთ. ახლა დავიწყებთ უშუალოდ კორდონის გაკეთებას. კორდონის გაკეთებისას აუცილებელი არის, რომ ეს ნაწილი ჩვენ წამოვწიოთ ჩვენსკენ, ამორს ვაწვევით, წამოვიღებთ ჩვენსკენ აქეთ. ნაბიჯს დავაპატარავით ჯერჯერობით 2-ზე და ამის სიგანე უნდა დავავიწროვოთ. თლად ბოლომდე შეიძლება არა, მაგრამ დავავიწროვოთ. ახლა დავიწყოთ გაკერვა და გამოჩნდება რა სიზავს და როგორ იზავს. აგერ უკვე გამოგვივიდა მშვენიერი დამუშავება. ეს არ არის პატარა ბიჯით შესრულებული დამუშავება, მაგრამ ისე თუ ასე მშვენიერია მაინც. ახლა გავაკეთებთ იგივეს ოღონდ პატარა ნაბიჯით. ჯობია რომ მივიყვანოთ ხოლმე ქსოვილი იქამდე რომ დაიწყოს უკვე ნემსების შეერჭოს და მერე უკვე დავაპატარავთ ნაბიჯი. კიდევ ერთხელ. სტანდარტული სისქის ძაფები და არ გადავედით თხელ ძაფებზე, გვაქვს საკმაოდ კარგი რეზულტატი მაინც. ფაქტიურად ეგ არის. მანქანის დაზეთვა არის საჭირო აი ამ წერტილებში. ანუ როგორც ზედა მხარეს, ქვედა მხარეს, ამის უკან ამის შიგნით, იმიტომ რომ ესეც არის მოძრავი წერტილი. Подожди меня, Карен. ესეც იდენტურად და ნემსის ღერძი. თითო მხრიდან თითო წვეთი ზეთი.